და გადაცემის ბოლო ნაწილში უკვე მოვისმენთ ქართული ოცნების არგუმენტებს, როგორც ოპოზიციის ბრალდებებზე, ისე ევროპიდან წამოსულ კრიტიკაზე, თუმცა პირველ რიგში ნინო წილოსანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჩვენი სტუმარი და მასთან საუბარს დავიწყებ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებით. საგამომშვიდობისა ნინო. მადლობა დიდი მონაწილეობისთვის. ვისაუბრებთ ბევრ თემაზე, თუმცა იმ ოპონენტებთანაც საუბრობდი და მოდი დავიწყოთ ამ ბოლოს აღძრული საქმეებით, რა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ საუბარი ამ ხელისუფლების დამხობის მოწოდების, საბოტაჟის და ასე შემდეგ რო აღარ ჩამოვთვალო მუხლები და თქვენს ოპონენტებს ქალბატონო ნინო აქვთ რამდენიმე არგუმენტი, ისინი ტრადიციულად საუბრობენ რეპრესიებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და პოლიტიკური მოტივით დაკავებულებზე და მაგალითად, როდესაც საუბარია იმ განცხადებებზე, რის გამოც ისინი არიან დაკავებულები, ამბობენ რომ მსგავსი ის ფარული ჩანაწერები, რაც არის ფაქტიურად მტკიცებულებებში და გამოძიების მასალებში, არის 2022 წლის განცხადებები, თქვათ იქ რაღაც დედაენის ბაღში როცა საჯარო გამოსვლა იყო და თავიანთ აქტივისტებს საუბრებოდნენ და ასე შემდეგ და რატომ ახლა მოხდა ამ სისხლის სამართლის საქმეების დაწყება? ეს კითხვა არსებობს თქვენს ოპონენტებში, რადგან თუ 22-ში რევოლუციის მცდელობა იყო, როგორც ხელისუფლება ამბობს, ხო? 4 და 5 მცდელობა ავირიდეთო, რატომ მაშინვე არ მოხდა მათი დაკავება და რატომ დღეს მოულოდნელად 8 ლიდერს წაეყენა ბრალი? Ძაგრძელი კითხვა გამომივიდა, მაგრამ კი, რამდენიმე კომპონენტიანია, დავიწყებ სათითაოდ ამ საკითხებზე პასუხის გაცემას, დავიწყებ იმით, რომ მათ ვერც ოპონენტებს ვერ უწოდებ, ვერც ოპოზიციას ვერ უწოდებ, ეს არის პირდაპირ აგენტურა, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის საბოტაჟში, ქვეყნის წინააღმდეგ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან ეჭვმიტანილი და უკვე ბრალწაყენებული. მე მიხარია, რომ მთელი ამ წლების და 10 წლეულების მანძილზე ქართული ხალხი რა მავნებლობასაც უყურებს და ამ მათ მხრიდან უკვე მივიდა ლოგიკურ შედეგამდე და ეს შედეგი არის რომ პროცესმა გადაინაცვლა პროკურატურაში, პროკურატურამ წაუყენა ამ ადამიანებს ბრალი და პროცესი წავა სასამართლოში და იმედი მაქვს რომ სასამართლო სამართლიანად, ობიექტურად და რაც თავარია როგორც კანონის, ასევე ქართული ხალხის მოთხოვნის შესაბამისად გასცემს პასუხს ამ დანაშაულებს. რაც შეეხება დანაშაულებს. იცით რა, 2003 წელსაც ვარდებით და ყველანაირი ასე ვთქვათ იარაღების გარეშე შეიჭრნენ პარლამენტში, მაგრამ რევოლუცია მოახდინეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობა მოახდინეს და იმის შემდეგ რას ანხორციელებდნენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ მათი მხრიდან ის ფაქტი, რომ ამ პროცესს ყველანაირად ალამაზებდნენ და მშვიდობიან დამხობას უწოდებდნენ, საერთოდ არანაირი განსხვავება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი თავხედობა და ყველაზე დიდი უტიფრობა, რომ მათ დანაშაულს პირდაპირ გვიცხადებდნენ ამდენი წლის მანძილზე, ყოველ ჯერზე გვიანონსებდნენ, არჩევნების წინ სადღაც 3 თვის მანძილზე ინტენსიურად გვაშინებდნენ დამხობით და თურმე იმიტომ, რომ ამას საჯაროდ აცხადებდნენ, თურმე ამიტომ არ არის ეს დანაშაული. ეს ხო იმდენად აბსურდი და სასაცილო არის, რომ ვფიქრობ, არც საკუთარი ამორჩეველი არ დაიჯერებს ამას. ასევე გახსენებენ თქვენი ოპონენტები, უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ამავე თემაზე რომ აი მაგალითად ანალოგიური განცხადებები იგივე ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო 2011-12 წლებში, ძალიან ხშირად კეთდებოდაო მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხილებისთვის, იგივე უცხოეთში წერილი იწერებოდა ხოლმე თქვენი ლიდერების მხრიდან. ანუ მაშინ თუ ეს არ იყო დანაშაული, ახლა რატომ არის? იმიტომ ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ ცდილობენ და არა ქვეყნის საბოტაჟი და ასე შემდეგ. ნინო, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას გულისხმობ. ამ საკითხის კითხვაში გამეორებაც კი უხერხულად მიმაჩნია, იმიტომ რომ არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება. თუ 2012 წლამდე ჩემი გუნდის წევრები, ქართული ოცნება თუ ის კოალიცია, ვინც იყო, ითხოვდა და მუშაობდნენ დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისკენ და არავითარი ანტიკონსტიტუციურ მოქმედებას ადგილი არ ქონია, ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ ამ პროცესებთან, როდესაც პირდაპირ არის საუბარი რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე და ერთიც მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე ყველაფერი კეთდებოდა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში, სტრასბურგის სასამართლოში, ყველა შესაბამის ინსტიტუციაში ხმავი გვეწუდინა იმ დანაშაულებების შესახებ, რომელსაც ნაცმოძრაობა და ეს დანაშაულებრივი რეჟიმი აკეთებდა, არც ერთ შემთხვევაში ეს არ იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი. განსხვავებით იმ პერიოდისგან და იმ პროცესისგან დღეს ვხედავთ მიზანმიმართულად, როგორ აზიანებენ არა ნინო წილოსანის
ჭკუასანის ან რომელიმე ქართული ოცნების, არამედ საქართველოს, ქვეყანა საქართველოს იმიჯს და ყველა მათ რეზოლუციაში იქნება, ყველა მათ განცხადებაში იქნება, ყველა მათ საჯარო გამოსვლაში იქნება და ამ კუთხით განსაკუთრებული მავნებელი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიზანმიმართულად სპეციალურად რომ არქივებს შემორჩეს, აი აკეთებს ფორმულირებას, რომ საქართველოს რუსეთისკენ წავიდა, რომ საქართველოს შავი ხვრელი გახდა სანქციებისთვის თავის არიდების, რომ საქართველოს ის, აი ეს ყველაფერი არაფერი არ არის თუ არა პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნის, რადგან ისტორიას შემოუნახავენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ ამ განცხადებებს. ხალხო, ნინო, თქვენ საუბრობთ ოპონენტებზე, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის თქვენი ოპონენტია, მაგრამ ამ ლიდერების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალზე ალბათ მოუწევს ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება ევროპელი ლიდერებისთვისაც, რადგან გვსმენია მათი შეშფოთებები, ასე ვთქვათ, ამ თემაზე და იგივე პასეს დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატებიც და პარლამენტის თავმჯდომარეც უნდა ხვალ თუ არ ვცდები, ასე იყო შემთხვევაში დაანონსებული. დღეს ისინი ოპოზიციაში შეხვდნენ, სადაც ისმოდა, რომ სანქციების დაწესებაზე ესაუბრებოდნენ ისინი, კვლავ და კონკრეტული პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას და ასე შემდეგ. რას გეგმავს ხელისუფლება? აი, რას აუხსნით, ან რას შეეცდებით, რომ ის ყველაფერი, რაზეც თქვენი არგუმენტებით საუბრობთ, აუხსნათ და განუმარტოთ, მაგალითად პასეს დელეგაციას, რომელსაც ხვალ შეხვდებით. ვერც ერთ ამ ადამიანს ოპონენტს ვერ უწოდებ, ჩემი პოლიტიკური შეფასება არის, რომ ესენი არიან ჯაშუშები და იმედია, რომ სამართლებრივადაც შესაბამისი ფორმულირება და შესაბამისი, ასე ვთქვათ, სახე მიეცემა ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი როგორც პოლიტიკოსის შეფასება არის, რომ ისინი არიან ჯაშუშები, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ, რაც დავინახეთ, რასაც ყოველწლიურ რეჟიმში ვადევნებდით თვალყურს, ის ფაქტი, რომ ადამიანები მუშაობდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეწარმოებინა დეზინფორმაცია კამპანია დაებრალებინათ ამ ქვეყნისთვის, რომ სანქციებისგან თავის არიდების შავი ხვრელია, იმ შემოწმებების მიუხედავად, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებმა აწარმოეს და დადეს დასკვნები, რომ საქართველოს პირიქით ამის საპირისპიროდ აქვს საუკეთესო მექანიზმები მოწყობილი იმისთვის, რომ ვერანაირი სანქციის არიდების ადგილი ვერ გახდეს საქართველო, ამის მიუხედავად ისინი აწვდიდნენ დეზინფორმაციულ, ასე ვთქვათ, მონაცემებს ამ ყოველფრის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგურების, ამიტომ ესენი არიან ჯაშუშები. რაც შეეხება უცხოელებს. რა თქმა უნდა, პასეს დელეგაცია, პასეს წარმომადგენლობა არის. ხედარას დაისმება მათი დაკავება. პასეს წარმომადგენლობა არის საქართველოში და ჩემთვის პირადად, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, რატომღაც ესეც ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია რომ ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან ისინი გავიდნენ ყველანაირი დემოკრატიული პროცესებიდან, ვინც ხვდებიან. ანუ ოპოზიცია, რომელმაც არჩევნების გზით არ თulis, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, არამედ რევოლუციის გზით თulis, ანუ ამ ადამიანებს თვლიან საპერწონეთ, რომ ამ ადამიანებს თვლიან საპერწონეთ, რომ უნდა დაელაპარაკონ. ვის თვლიან საპერწონეთ? ანუ NGO-ებს, რომელსაც არაფერი არ აკავშირებს ქართულ საზოგადოებასთან, რომლებიც არიან ხელოვნურად შექმნილი რაღაცა მახინჯი წარმონაქმნები, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე ასრულებდნენ მხოლოდ იმ დამფინანსებლების დამკვეთებს და იმ იდეოლოგიის გატარებას და იმ დეზინფორმაციის აგორებას, რომელიც მათი პატრონებიდან მოდიოდა, რომელი ერთი იმსახურებს, რომ რომელიმე სერიოზულმა დელეგაციამ ლეგიტიმაცია მისცეს შეხვედრის. ანუ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, საერთოდ რას აკეთებს პასეს წარმომადგენლობა ამ ადამიანებთან შესახვედრად. ანუ ამ ტონალობაში წარიმართება ეს შეხვედრა, ხვალ აი ვთქვათ, რომ თქვენი უკმაყოფილება გამოხატოთ. შესაძლოა თქვენ პირადად არესწრებით, მაგრამ მარტო გუძევსაუბრო. რომ საკმაოდ ობიექტურად, სამართლიანად და საკმაოდ ასე ვთქვათ, კაცრად წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ყველა პლატფორმაზე. და სწორედ ეს არის ჩვენს მიმართ დიდი ასე ვთქვათ თავდასხმების საფუძველი, რომ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მათი არასწორი მოქმედებების მიმართ, რა თქმა უნდა, იწვევს სწორედ იმ ყველაფერს, რასაც ახლა ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრაზე აუცილებლად კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რატომ იყო სამარცხვინო და უსამართლო ის რეზოლუცია, რომელიც პასე მიიღო.
და ქართული დელეგაციის მხრიდან იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ პასესში მუშაობა შეეჩერებინა დროებით. თეატოლოგიანი იყო იქ რომ დატოვეს იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნება განმარტებული და უპირველეს ყოვლისა იქნება კითხვა დასმული, როგორ შეფასებას გაუკეთებენ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას, რომელიც ასეთი თვალნათელი იყო და თავადაც უბრალოდ რომ დაინტერესდნენ ყველა ფაქტი ხელის გულზეა. მიუხედავად იმისა, რომ მათ დღესაც დაუსვეს ეს კითხვები, სამწუხაროდ პასუხები ვერ მივიღეთ, იმედია რომ მათ ანგარიში მაინც მათგან რომ ძალადობის დაგმობა მაინც მოისმინოს ამას გულისხმობთ თქვენ ძალადობას არ გმობთ და პირიქით იმ ძალადობის მომწყობ ადამიანებს ხვდებით, მაშინ ლოგიკური კავშირი არის, რომ შეიძლება თქვენ მათ მხარს უჭერდეთ დიახ, რომ მათ აძლიერებდეთ ამ თქვენი თუნდაც დუმილით. ყველაზე ცუდ სცენარებში აღარ გადავალ, რას ნიშნავს ეს დუმილი. ამიტომ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, ინსტიტუციის თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ლოგიკური მოლოდინი გვაქვს მათი მხრიდან, რომ იქნება დაგმობილი სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხელის გულზე დევს და რომელსაც არანაირი განსაკუთრებული მტკიცებულება არ ჭირდება, ამიტომ თუ ვინმე ამ ყველაფერს არ გმობს, ესე იგი ეთანხმება. და ქალბატონო ნინო, აი ასეთი განცხადებების ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპული კურსი რჩება უცვლელი, ერთის მხრივ ევროკომისიიდანაც მოვისმინეთ, მიუხედავად უმწვავესი, ვთქვათ, დოკუმენტის ამ გაფართოების შემდეგ, რაც მიიღეს, რომ კარი ღია რჩება ევროპის, ანუ ორივე მხრიდან განაცხადი რჩება თითქოს იგივე, მაგრამ ამ წუთას საკმაოდ მწვავე და დაძაბული ურთიერთობა თქვენსა და ევროკავშირის ლიდერშიპს შორის და რიტორიკა არის საკმაოდ კონფრონტაციული და ეს ჩაწერეს კიდეც ამ დოკუმენტში, რომ თუ კი ასე გაგრძელდა რიტორიკა, შეუძლებელი იქნება ჩვენი ურთიერთობების აღდგენა და კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობების აღდგენაო. ფიქრობს თუ არა ხელისუფლება, ანუ თქვენი შეფასება მინდა, იმიტომ ისინი საუბრობენ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ასეთი ტიპის განცხადებებით ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო შეიძლება, არ ვიცი, იძაბებოდეს ეს ურთიერთობა, თუ მიგაჩნიათ, რომ რიტორიკა არაფერს შუაშია და რაღაც მიზეზი სხვა არის, ანუ თქვენი შეფასება მინდა ამაზე მოვისმინოთ. ესე იგი, როგორც ჩანს, ქართულ კანონს რომ რუსულ კანონს უწოდებ, ეს არის უბრალოდ მეგობრული შეფასება თურმე. და ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერზე რომ ვითხოვთ, რომ იქნება აგვიხსნათ, რატომ არის რუსული, ამერიკული ფარას იდენტური კანონი, თუმცა ეს ყოფილა ანტიდასავლური რიტორიკა. ამ ყველაფრით ნათქვამი არის მთლიანად მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი რაღაცა ურთიერთობა და ამ ურთიერთობის რაღაცა აბსურდულობა. ამიტომ არანაირი ანტიდასავლური რიტორიკაზე არ არის საუბარი. ეს ქვეყანა თავისი იდეოლოგიით, თავისი პოლიტიკური მრწამსით, თავისი ისტორიით არის ერთ-ერთი სამოგალითო ევროპული ქვეყანა და ვერანაირ და დასავლური ქვეყანა და ვერანაირ ანტიდასავლურ რიტორიკაზე ვერ იქნება საუბარი. რაც შეეხება თუ მოლოდინი ის არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ვთქვათ, როდესაც მართველი გუნდი ამბობს, აი ბრიუსელი რაღაც ომის ის არის, როდესაც ბრიუსელი ახალისებს გადატრიალებას ქვეყანაში ან აფინანსებს რევოლუციურ ძალებს. აი ასეთი ტიპის განცხადებებს უყურეთ, თუ მოლოდინი ის არის ჩვენი ქვეყნისგან, რომ როცა გვირტყამენ და უსამართლოდ გვექცევიან თავი დავხაროთ დამნაშავე ბავშვებივით და ეს დატოქვა მივიღოთ, ეს მინიმუმ არა ქართულ ასე ვთქვათ მენტალიტეტში და არა ქართულ ტიპажში ჩდება. ამიტომ ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ და უფრო მეტიც სერბეთის პრეზიდენტმა თუ არ ვცდები, ძალიან სასაცილოდ გასცა ამ ყველაფერზე პასუხი, რაღაცნაირად გააშარჟა, რომ ალბათ ეხლა კარგად ჩამithვლიან თუ ვიტყვი, რომ დეიდებო, ბიძიებო, ბოდიშს ვიხდით ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეთ, გამოსწორდებით და თავადო ეს რაღაცა ირონიულად გააკეთა. თუ ეს არის მოლოდინი, ეს რა თქმა უნდა არც სწორი მოლოდინია და ამას ვერც ვერასდროს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ როდესაც ვითხოვთ აგვიხსნან, რატომ გვირტყამენ და აქედან არ მოდის არანაირი ახსნა, უბრალოდ ხელის ბრახუნი მაგიდაზე, ეს წარმოუდგენელია ის რომ იყოს პარტნიორული, თუმცა დამაიმედებელი ის არის რომ ეს პოლიტიკური ტალღა კონკრეტული არაფორმალური პოლიტიკური გავლენებიდან მომდინარეობს და ისევე როგორც არაერთ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები ეს კარგი მაგალითია. პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ხშირად იცვლება და იცვლება ის აქტორები, რომლებიც სხვადასხვა გავლენების ქვეშ ექცევიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში და წევრ სახელმწიფოებში ასეთი ტიპის ცვლილებებიც მოხდება. მოვლენ პოლიტიკოსები,
ვინც საკუთარი ხალხის ხმას გააჟღერებს და არა არაფორმალური ოლიგარქების, ვინც სამწუხაროდ ამ მათ პოლიტიკას მართავს და კონკრეტული ინტერესებით ამოძრავებს ამ ადამიანებს. ამიტომ უიმედო სიტუაცია ნამდვილად არ არის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან საინტერესო დინამიურად ცვალებადი შეიძლება იყოს და ჩვენ ყველა სიტუაციისთვის მზად ვართ, რაც თავარია საქართველოს აგრძელებს თავის რეფორმების და განვითარების პროცესს, ჩვენ ყველა რეიტინგში ვართ წამყვანი, აღარ გულისხმობ აღარც ვედრებით კანდიდატ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ უკვე გადავედით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო ათეულში ყოფნით და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან გვაიმედებს. კაბატონინო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოპოზიცია ბრიუსელისგან ითხოვს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ ოპოზიციას და გვესმის ესეთი განცხადებები, რომ ისინი კარდაკარ დარბიან, რომ ქვეყანა დააზიანონ და ასე შემდეგ, თუმცა მაინც მინდა გითხოთ, ევროპის მხრიდან ასეთი მწვავე შეფასებების ფონზე ფიქრობთ თუ არა, ჯერ საერთოდ რა მოლოდინი გაქვს შესაძლოა თუ არა ეს საკითხი დადგეს და თუ კი ეს საკითხი დადგა, იქნება ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა ხელისუფლების თუ თავად ევროპელი არ ვიცი იმ ლიდერების, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ბიუროკრატების, როგორც თქვა ხშირად იხსენიებთ ხოლმე მათ. იმით დავიწყოთ თავად მოთხოვნა ამ ჩვენი ჯაშუშების მხრიდან, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს, ვის მიემართება. ჩვენ როგორც ხალხის დაკვეთის შემსრულებლები ვზად ვართ, რომ ყველანაირი სასჯელი მივიღოთ და ფაქტიურად ახლა თითეული ჩვენგანი რაღაც სხვადასხვა სანქციების ქვეშ არის, ხო? ეს არ გვაშინებს, იმიტომ რომ ზურგს გვიმაგრებს ხალხი. მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს ქართულ ხალხს, ეს არის პირდაპირ უკვე იმდენად გაწყვეტილი აქვთ კავშირი ქართულ ხალხთან, რომ იმასაც აღარ ერიდებიან, რომ საკუთარი ბოღმა ამოანთხიონ ხალხზე და დასაჯონ ქართული ხალხი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თავად ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს, მე ვფიქრობ, რომ მაინც საბოლოო ჯამში რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეხლა, როდესაც პოლიტიკური ციკლი ყველა ფაქტიურად დასრულებულია, გულისხმობს საპარლამენტო არჩევნები წარმატებით დასრულდა, თვითმმართველობის არჩევნები, რომლის სხვადასხვა გაყალბება არ გაყალბებაზე უკვე აღარავინ აღარ საუბრობს, იმიტომ რომ წარუმატებლად დასრულდა მათი ეს რაღაცა ბლეფი. ამის ფონზე, როდესაც უკვე მომდევნო 3 წელი არანაირ საარჩევნო ციკლთან და პროცესთან აღარ გვაქვს საქმე, ტემპერატურის ხელოვნურად აწევა არაფერს არ აძლევს, მათ შორის ამ ჯაშუშების პატრონებსაც. ამიტომ რაოდენ კრიტიკული, უსამართლოდ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩვენს მიმართ მიდგომები, ვფიქრობ, რომ ის რაციონალიზმი, რომ ხალხის დასჯაზე არ გადავლენ, იმიტომ რომ ეს უკვე დაპირისპირების ისეთი დონეა და ისეთი ზვარია, რომ ძალიან გაანაწყენებენ ქართულ ხალხს და ძალიან რთული იქნება. მე ვფიქრობ, რომ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არსებული სიტუაცია იქნება სწორად გაანალიზებული. და რა გვაქვს არსებული სიტუაცია? ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ყველა ჯაშუშმა თავი დააიდენტიფიცირა, თავი აიფეთქა. უკვე ბოლო წუთები არის მათი, ასე ვთქვათ, საქმიანობის და უკანდასახევი გზა აღარ აქვთ, ყველა უკვე სინათლეზე გამოვიდა. ქართველმა ხალხმა უკვე ყველაფერს გაუკეთა საკუთარი კარგი ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილება ასახა არჩევნებში. ქართული ოცნება არის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფალი, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის დონეზე და წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ დადგა დრო, რომ ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე როგორც სუვერენული სახელმწიფოების დონეზე დავიწყოთ ერთმანეთში ლაპარაკი და არა როგორც რაღაც იმპერიალისტური და რაღაც კოლონიალისტური გადმოსახედიდან. კარგი, და ბოლოს მინდა გითხოთ, რადგან თქვენი ოპონენტები იყვნენ სტუდიაში და ძალიან ხშირად ლელო საუბრობს ამ ახალ ინვესტიციაზე და საუბრობს არა, უფრო მეტიც ანტიკამპანია აქვს დაწყებული, ისინი თვლიან რომ რაღაც არაბული დასახლება უნდა აშენდეს, თვლიან რომ რაღაც შეიძლება გათვლილი ბევრი რამე არ არის, მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ის დოკუმენტები, რომელიც გაფორმდა Eagle Hills-თან. რატომ არ ასაჯაროვებს ხელისუფლება, თუ გაქვთ ეს ინფორმაცია და ზოგადად რას პასუხობთ ოპოზიციის კრიტიკას ამ ნამდვილად უპრეცედენტო ინვესტიციაზე, თუმცა ისინი ამბობენ რომ რაღაც არ ჯერათ ამ ინვესტიციის და ეს 6.9 მილიარდი დოლარი შესაძლოა ძალიან ბევრი წელი ვერ მიიღოს საქართველოს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ემარის ინვესტიციას უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ 6 მილიარდ ნახევრიანი Eagle Hills-ის, აქ უბრალოდ სხვადასხვა რაღაც სადამფუძნებლო საკითხებთან არის. შვილობილი კომპანია არის. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც ელემენტარულად ერკვევა რაღაც ბიზნეს პროცესებში, ანუ მიხვდება რომ ერთ და იგივე კომპანიას და ერთ და იგივე ძლიერ ჯგუფს ვსაუბრობთ.
ამიტომ ვინც ამ ინვესტიციას ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ პირდაპირ ეს ინვესტიცია მოხმარდება საქართველოს ეკონომიკის წინსვლას, იმ ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას, რომელიც ჩვენ ამ წლების მანძილზე მივიღეთ, მაგრამ უკვე მომავლის 5 წლიან პროგნოზებშიც, ანუ საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, ამ ქვეყანაში სადღაც 30,000-მდე დასაქმების ადგილის შექმნას, ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის როგორც ყველანაირ ეკონომიკურ სტაბილურობას და ზოგადად განვითარებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივი არის, რომ ამ პროექტის მოწინააღმდეგე არის ლელო, რომელიც პრო-ბიზნეს პარტიად უნდა პოზიციონირებდეს წესით, თუმცა უკვე გასული არის ყველანაირი რაღაც პოლიტიკური მოქმედების არეალიდან. საზოგადოების ნაწილშიც არსებობს. უყურეთ, ეს არის რა იქნება უფრო დეტალურად რო იყოს ინფორმირებული. არანაირი საზოგადოების ნაწილში არ არსებობს კითხვები, საზოგადოება დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ძალიან კარგ პროექტებს ანხორციელებს და ის გასაჯაროებული ინფორმაცია გასაჯაროვდა კონკრეტული ტერიტორიული ფართი, კონკრეტული ტერიტორიული ლოკაცია, გასაჯაროვდა ინვესტიციის მასშტაბი, გასაჯაროვდა რა ხელა პროექტი კეთდება, გასაჯაროვდა რომ სახელმწიფო არის ამ პროექტის მოწილე, გასაჯაროვდა ის რომ რა პერიოდში აშენდება ეს ყველაფერი. თითქმის ყველა მაჩვენებელი არის გასაჯაროვებული, საუბარი არის იმაზე, რომ დეტალები, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, რადგან რა თქმა უნდა, ერთ მხარეს ჩვენ ვართ სახელმწიფო და შესაძლოა ჩვენ ვალდებულება გქონდეს სრული გამჭვირვალობის, მაგრამ ამ კონტრაქტის მეორე მხარეს არის კომერციული პირი, რომელსაც თავისი კომერციული საიდუმლოებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, რადგან ის ბევრ სხვა პროექტს აწარმოებს, რა თქმა უნდა, არ სურს რომ ამ კონტრაქტის გასაჯაროებამ სხვა ურთიერთობებში რაღაცა დააზიანოს. ამიტომ ძალიან ლოგიკურია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანი, რომელმაც და ადამიანები, რომლებმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და რამდენიმე წლით დააპაუზა საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბად, ასე ვთქვათ, გადაქცევის და საბოლოოდ ფორმირების პროცესი, ახლა რომ უპირისპირდებიან MR-ის პროექტს, სრულებით არ არის გასაკვირი, იმიტომ ეს არის კიდევ ერთი დივერსიული აქტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მადლობა ნინო, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო ღამის კურიერის სტუმარი. მე დღეს ამით გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.